როდესაც ავტომობილის ზედზეა საუბარი, არჩევანი ძალიან დიდია. ჯერ მარტო რამდენი ბრენდი არსებობს და მერე ბრენდს შიგნით კიდე ძალიან ბევრი პროდუქტი აქვს და მერე ზიხარ შენთვის და ფიქრობ შენს ავტომობილში რომელი ზეთი უნდა ჩაასხადა. ამიტომ მოდი დღეს ერთ-ერთ ბრენდზე Wolf-ზე მოგიყვებით. იმიტომ რომ არჩევანი საკმაოდ დიდი აქვს და რაც თავარია, ფასი აქვს საკმაოდ მიმზიდველი. ესე იგი, Wolf Oil Corporation შეიქმნა 1955 წელს ბელგიაში და შექმნა Paul Wolfsma და Leon Bjorkensma. და ალბათ რთული არ მიხვედრა სახელწოდება საიდან მოდის, ხო? ხო და წარმოიდგინეთ 1955 წლიდან არიან აქტიურად ჩართულები ამ სფეროში და ნებისმიერი ავტომობილისთვის აქვთ პროდუქტი. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ძველი ავტომობილი იქნება, ახალი ავტომობილი იქნება ჰიბრიდი თუ დიზელი, 300-ზე მეტი ქარხნული დაშვების ზეთები და ანტიფრიზები აქვთ. ზეთებს რაც შეეხება, რამდენიმე სახეობის ზეთი აქვს. ესე იგი, ეკოტეკი ალბათ რთული არაა მიხვედრა, რომ ეკონომიასა და ნაკლებ გამონაბოლქვზეა გათვლილი. Official Tech ქარხნულ დაშვებებზეა გათვლილი. Vital Tech თანამედროვე ბენზინისა და დიზელის ძრავებზეა გათვლილი, რომლებსაც არ აქვთ უახლესი გამონაბოლქვის სისტემა. და Gartec, რომელიც არათანამედროვე ავტომობილებზეა გათვლილი, ის ამცირებს ნალექის წარმოქმნას და ძრავს სუფთად ინარჩუნებს. და არის კიდე Extend-Tech, რომელსაც გაძლიერებული ზეთის თვისებები აქვს და განკუთვნილია ისეთ ავტომობილებზე, რომლებიც გრძელ მანძილს გადიან. Wolf ზოგადად სულ ახალი ინოვაციების დანერგვაზე ფიქრობს და თუნდაც ეხლა ხანს თავიანთი ანტიფრიზების სერია განაახლა, საიდანაც ორი ქიმიკატი ამოიღო იმისთვის, რომ ევროპის სტანდარტები დაეკმაყოფილებინა. ისე კი ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ერთი კასრი ნედლი ნავთობიდან მხოლოდ 1% გამოდგება საბაზისო ზეთებისთვის, რომელიც საჭიროა საბოლოო პროდუქტის მისაღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ნავთობმოპოვებელი კომპანიების საქმიანობის 1% შეადგენს საცხებ საფოხის მასალების ბიზნესი, ხოლო Wolf-ისთვის ზოგადად ეს 1% 100%-ია, რადგან ისინი მხოლოდ საცხებ საფოხ მასალებს აწარმოებენ და არაფერს სხვას. ასევე ზოგადად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Wolf-ი WRC-ის, ანუ World Rally Championship-ის ოფიციალური პარტნიორია და ზოგადად რალის ბოლიდებში სწორედ Wolf-ის ზეთს იყენებენ და ეგ ყველაფერი კიდე იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ცხელ ზაფხულში, ასევე ცივ ზამთარშიც კი საკმაოდ მაღალი დატვირთვებით იდეალურად მუშაობს Wolf-ის ზეთი. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ Wolf-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ მოძებნოთ ვინ კოდით თუ რომელი პროდუქტი უნდა ჩაასხათ თქვენს ავტომობილში. არ აქვს მნიშვნელობა ზეთი იქნება, ანტიფრიზი იქნება, კოლოფის ზეთი იქნება, ხიდის ზეთი იქნება თუ რა იქნება, მოკლედ დაწერეთ აბა თუ იყენებთ თქვენ Wolf-ის ზეთებს, რამდენად კმაყოფილი ხართ ეგეც დაწერეთ. და კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.